მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, დიდი სიყვარულით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს გვერდზე მაგიური სამყარო. ცოტაოდენი პაუზის შემდეგ მაქვს პატივი თქვენთვის ჩავწერო ვიდეო. პაუზა მუშაობაში მე არ მქონია, სულ მუშაობ, მაგრამ აურაცხელ ხალხს ვერ აუდივარ მეგობრებო, ამიტომ ვიდეოს ჩაწერის საშუალება და დრო სამწუხაროდ არ მქონდა. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ვიდეოს ყურების საფასურად მირიცხავენ თანხას, მადლიერი ვარ თქვენი. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც უყურებს ჩემს ვიდეოებს. სიახლეებს რაც შეეხება თქვენ იცით, თუ რაიმე სიახლე მექნება ყოველთვის მე თქვენ გეტყვით. ამიტომ რაიმე რომ არ გამოგეპაროთ, აუცილებლად უნდა გადახვიდეთ Telegram არხზე, რომლის ლინკი თითქმის ყველა ვიდეოს ქვეშ არის. სადაც თითქმის ყველა მეორე მესამე დღეს მე ვსაუბრობ, თქვენ მოისმენთ ჩემს ვოისებს, რჩევებს, დარიგებებს, ძალიან წაგადგებათ ცხოვრებაში ჩემი ინფორმაციები, ეს ყველაფერი არის უფასო. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ჯგუფში დამატება და თქვენ ვერც ვერავინ დაგინახავთ და ესე ვთქვათ მესეჯის წერის საშუალება არ გექნებათ, იმიტომ რომ სხვა არ შეაწუხოთ და განვაგებ ჯგუფს მხოლოდ მე. რაც შეეხება მეგობრებო, 1 მაისიდან მარათონი იწყება, რეგისტრაცია დაწყებულია, შეგიძლიათ 1 მაისამდე დარიცხოთ მარათონზე თანხა და მიიღოთ მარათონში მონაწილეობა. 1, 2, 3, 4 და 5 მარათონი ჩვეულებრივად იქნება, მხოლოდ მე-6 ნაწილი მარათონზე ჯერჯერობით მე შევისვენებ. ვისაც 1 მარათონში უნდა დარეგისტრირება, შეუძლია რომ გადაიხადოს 35 დოლარი და დარეგისტრირდეს. მე-2-დან მე-5 მარათონამდე თქვენ იცით, ღირებულება არის 35 დოლარი. ანუ ვინცაც 1 გაგივლიათ, შეგიძლიათ მე-2 გაიაროთ, ვისაც მე-2 არ გაგივლიათ, შეგიძლიათ მე-3 გაიაროთ, ვისაც მე-3, მე-4 და ასე შემდეგ. ან შეგიძლიათ რამოდენიმე მარათონი ერთად აიღოთ. არ შემიძლია დღესასწაულებმა ჩაიარა, იცით, მე ყველას აუცილებლად მივულოცე ჩემს ჯგუფში აღდგომის დღესასწაული. იმედია ძალიან მოწიწებით შეხვდით აბსოლუტურად ყველა, იმიტომ რომ მე ვისაც ბიბლია გაქვს წაკითხული, კვერცხი, პასკა და ასე შემდეგ, მე პირადად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მიუხედავად იმისა, რომ მე შეიძლება ძალიან ბევრ რიტუალებს ვაკეთებდი და ასე შემდეგ, ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს მე ჩემი ოჯახის მიმართ, რომლებიც ძალიან მორწმუნენი არიან, ასევე რელიგიის მიმართ და მე ვფიქრობ, რომ მთავარი არის მოწიწება, სიყვარული და მე ყველა გავაფრთხილე კიდევაც ჩემს ჯგუფში, რომ პასკების ჭამა, პასკა ზეფირებით, პასკა ფისტის კრემებით, პასკა ხაჭოთი, პასკა ნუტელათი, პასკა იმით, პასკა ამით, ეს არ არის ქრისტეს სურვილი და წითელი კვერცხი. ეს არის უბრალოდ ადამიანების სიმბოლო. ამიტომ მესმის რომ მიცვალებულებს, ესე ვთქვათ, უნდა მიაგოთ პატივი, მაგრამ კულიჩი და კვერცხი არ არის პატივისცემა. პატივისცემა არის სულიერი პატივისცემა, სანთლის დანთება და ჩემ აზრს ყოველთვის ვაფიქსირებ მე და ყოველთვის ვაფრთხილებ ჩემს კლიენტებს, რომ ზედმეტი კვება არ შეიძლება და ზედმეტი, ესე ვთქვათ, ბრჭყალებში გადაძღომა არ შეიძლება, იმიტომ რომ არ შეიძლება ზოგადად, როდესაც ადამიანი კუჭზე ფიქრობს,
დღესასწაულების დროს თუ შენ გაქვს პრეტენზია ქრისტიანობაზე, მაშინ კუჭაზე ნუ ფიქრობ. თორე ახლა მე რო არ ვიფიქრო მეგობრებო, რა ვიცი, შეიძლება არც იყოს გასაკვირი, მაგრამ თუ ადამიანები პასკის შინაგან ცომზე და კრემებზე ფიქრობენ, მე მსგავსი რწმენისა არ მწამს. იმაზე თუ ვიფიქრებ აღდგომას, მე ფისტის კრემს შევჭამ თუ ნუტელას კრემს, ეს ძალიან სამარცხვინოა ჩემთვის. ეს გადავდოთ ახლა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს არ შემეძლო მეგობრებო, არ შევხებოდი. მეც ჩემებურად აღვნიშნე. პატივი მივაგე, როგორც შემეძლო მიცვალებულებს. ეს თემა გავიაროთ. მე მინდა თქვენ ვისაუბრო სხვადასხვა თემებზე და თქვენ იცით მე სულ მუდმივად კლიენტების, ესე ვთქვათ, საუბარს კლიენტების დიახ, საუბარს მათ ყველაფერს გიზიარებთ, ამდენი წელი უკვე ამდენ ადამიანებს მოუყვები და ძალიან ბევრ დასკვნებს ვაკეთებ თუნდაც ქალბატონებზე, თუნდაც მამაკაცებზე, მათ ცხოვრებაზე, ზოგადად ცხოვრებაზე, ზოგადად იცით მე ბევრს მოგზაურობ და ასე შემდეგ, ხო? და რატომ დავინტერესდი, ხო, ზოგადად მაგიით და რატომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი მაგია და ზოგადად ცოტა მინდა მაგიაზე ვისაუბრო, იმიტომ რომ ზოგადად ხოლმე ადამიანებს ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ, არა ცუდი არა, ქართულს როგორ თქვა, ადვილი წარმოდგენა აქვთ მეგობრებო მაგიაზე. უყურეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრმა, ასე ვთქვათ, შარლატანმა დაიდო ბინა და გააუფასურა მოტყუების ხარჯზე, იქიდან გამომდინარე, რომ დიდი თანხის აღებას ერიდებიან, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ გააკეთებენ, პატარა თანხის აღებით გააუფასურეს მაგიის არსებობა, გაუნათლებლობით გააუფასურეს ასევე მაგია. მე კიდევაც გეუბნებით, რომ არასოდეს არც ერთ ადამიანს არ შევეხები და მე ჩემთვის კონკრეტულად აღვიქვა, რომელიმე ადამიანი ცოტა სხვა თემაა, მაგრამ როდესაც ადამიანი მოდის, ან უნდა მიბმის რიტუალის გაკეთება, ან უნდა ბარაქის რიტუალის გაკეთება, ან უნდა მგლისკბილის. შესაძლოა მგლისკბილი ძალიან პოპულარულია ჩემთან ბოლო რამოდენიმე თვეა. თქვენ იცით მგლისკბილი ჩემთან $700 კეთდება ყველანაირი რიტუალი, ეს იქნება ბარაქა, ეს იქნება მიბმა, ეს იქნება დაცვა, ნებისმიერი რამ, მაგრამ რა არის ჩემთან ძალიან პოპულარული ამ ბოლო დროს. ოღონდ მე იცით ამას ტელეგრამზე ვლაპარაკობ, ეს მე მგონი YouTube-ზე არ მელაპარაკია, ყველა ადამიანს შეიძლება ვერ გავუკეთო, მეგობრებო. ეხლა ყველა ადამიანს რატო? ამას მე ვირჩევ. თქვენ იცით, რომ მე ეს ტელეგრამზე ვთქვი, როდესაც ამბობენ ხოლმე, რომ ой, მაგი რომ აკეთებს ამას, მაგს დაუბრუნდება. არა. ჩვენ არაფერი არ დაგვიბრუნდება, თუნდაც სხვა ადამიანის სუდი რამე რომ გაგვაკეთებინოთ, ეს ჩვენი საქმე არ არის, მეგობრებო. ეს თქვენ ვინც გითხრათ ტყუილი ინფორმაცია, რომ ჩვენ ვინმეს რამეს დაგვიბრუნდება, ეს არის სრული ტყუილი. შემკვეთი ხართ თქვენ და თქვენ სახელზე და თუ ცუდ შეუკვეთავთ, ცუდი აგიხდება, თუ კარგ შეუკვეთავთ, კარგი აგიხდებათ. ჩვენ არანაირ შემთხვევაში არა ვართ არაფერი არ დაგვიბრუნდება, არასოდეს ეგ იცოდეთ. მაგრამ გლისკბილს რაც შეეხება და ერთადერთ რიტუალს, აქ მიბმაზე, ბარაქაზე და დაცვაზე არ მაქვს ლაპარაკი. გლისკბილზე ვაკეთებ ძალიან მნიშვნელოვან რიტუალს, რომელსაც ქვია, ეს სახელით ვერ გეტყვით, სახელი ძალიან დიდი ტყუილი იქნება, რომ გითხრათ, მოგატყუოთ, სახელი ქვია, მაგრამ რას აკეთებს გეტყვით. როდესაც ისეთ ადამიანებზე კეთდება, ვისაც უნდა რომ გავლენა მოიპოვოს ზოგადად ცხოვრებაში. ანუ თქვენ სიტყვას გქონდეს ფასი, სადაც არ უნდა იყოთ თქვენ ადვილად გააკეთოთ საქმე.
ოჯახში იქნება, საზოგადოებაში იქნება, სხვადასხვა წრეში იქნება, ანუ გავლენა, ხვდებით ხომ, სიტყვა გავლენა. გავლენას რაც შეეხება, ყველანაირად გავლენიანი იქნებით იმ სფეროში, რა სფეროშიც თქვენ იტრიალებთ. ეს რიტუალები თქვენიცით ძალიან ბევრი მსახიობი, მომღერალი, ექიმი, ექთანი, არ ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი იკეთებენ ამას. ოღონდ უყურეთ, რატომ ვერ გავუკეთებ ვერავის. როდესაც ვხედავ, რომ ეს ადამიანი თავის პროფესიაში გამოიყენებს, თავის რა ვიცი, საქმის ხალისებლად გამოიყენებს, კარგ საქმეში გამოიყენებს, კი ბატონო, მაგრამ როდესაც ვხედავ, რომ ეს ადამიანი ძალიან ცუდ საქმეში გამოიყენებს და მე ჩემს ძალას, ენერგიას ვაძლევ ამ ადამიანს, აი მაგ შემთხვევაში, იმან რომ ცუდი ენერგიები ცუდი საქმე გააკეთოს, მაგ შემთხვევაში ჩვენ რაღაც დონეზე ენერგეტიკულად ბინძურდებით, ამიტომ აი ამ შემთხვევაში თავს ვიკავებ ხოლმე, თუ ადამიანი არ მომწონს, ესეთ ადამიანებს უარს ვეუბნები. დანარჩენი მიბმა იქნება ეს თუ ბარაქა მგლის კბილზე ნებისმიერი რამე კეთდება. ზოგადად მგლის კბილი ადამიანებს აშინებთ რატომღაც ხოლმე მეგობრებო, არა და რა ვიცი, მე მგონი ადამიანმა უფრო უნდა შეგაშინოთ ვიდრე მგლის კბილმა. იმიტომ რომ ზოგადად მგელი დაუმორჩილებელი ცხოველია, არ არსებობს მგლის გაწვრთნა და ამიტომაც ის დონის სიძლიერე და ენერგეტიკა მოდის, რომ ამქედან გამომდინარე კეთდება მგლის კბილზე ძალიან ბევრი რიტუალი. ცხოველთან დამცველებთან ძალიან დიდი ბოდიში, იცით თქვენ რომ მე ცხოველები და ძაღლები მიყვარს, ის კი არა, ჩემი ძაღლი არ მაცდის ხოლმე არც ვიდეოების ჩაწერას, არც სტორები, არაფრის ჩაწერას არ მაცდის ჩემი ძაღლი და ეს ჩემმა ყველა კლიენტმა იცის, იმიტომ რომ ან ყეფავს, ან დარბის, ან დაახტის, ან რაღაც სასწაულებს აკეთებს. მაგრამ ნუ ადრე რომ დავწერე მგლის კბილი, რამოდენიმე გოგონამ შემეხმიანა, მაგრამ მეგობრებო, ეს არ არის ჩემზე დამოკიდებული. ალიასკაზე არის კანონიერი მგლების დახოცვა სამწუხაროდ და მუდმივად იყიდება ალიასკაზე მგლის კბილები და მონადირეები მუდმივად ყიდიან. ამიტომ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, ცხოველთა დამცველებთან ძალიან დიდი ბოდიში. მაგრამ იმ დონეზე ძალიან ბევრი მგელია ალიასკაზე, როგორც შანს, რომ კანონიერია, შეგიძლიათ დაგუგლოთ, კანონიე, მე უკანონოს არაფერს არ ვაკეთებ არასოდეს, კანონიერია და თავისუფლად იყიდება მერე ყველგან. ამიტომ ესე ვთქვათ, ძალიან დიდი ბოდიში ცხოველთა დამცველებთან, მაგრამ ჩემს გარეშეც და ისედაც მეგობრებო, ყოველთვის ყოველ დღე რამოდენიმე ათეულობით და ასეულობით მგელი იკვლება. რა არის ამდენი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია. იცით რაზე მინდა ვისაუბრო? როდესაც რიტუალს ადამიანი უკვეთავს, ძალიან ლაითად უყურებს ზოგი. ნუ ვინც ჩემთან მოდის და ჩემს ფასს იგებს და ჩემს სიძლიერეს იგებს, ნუ ეს შეგიძლიათ თქვენ შეამოწმოთ, ხო? ტელეგრამზე გადაბრძანდეთ და მილიონი ხალხის მონაწილეები ნახოთ, ხო? როდესაც იგებს რას წარმოადგენს, ხო, მაგრამ ისიც როგორ ძალიან ადვილად უყურებენ ადამიანები რიტუალებს. აი მობრუნება მინდა, ბარაქა მინდა, რაღაცას წარმოუდგენია, რომ შენ დაჯდები, სანთელს აანთებ და უპს, რაღაცას ძალას და ენერგიას მიანიჭებ. მეგობრებო, YouTube-ზე მე არ შემიძლია გამოვიყენო, აი ამ ჩემი გადასაფარებლების, სანთლების, რაღაცა ნივთების გარდა არაფერი, ხო, YouTube-ზე რა უნდა გადავიღო მე ისეთი, რომ ვერ გადავიღებ ვერანაირად, იმიტომ რომ არც გადავიღებ, რატომ უნდა ვაჩვენოთ ჩემი სამუშაო სივრცე. ადამიანებს ხომ წარმოიდგინეთ, ეს წარმოუდგენელია, მაგრამ აი მე ვხედავ ხოლმე სხვადასხვა ადამიანები, ვითომ რაღაცა ტაროს ან რაღაცა ადამიანები სამუშაო პროცესს აჩვენებენ ადამიანებს. ეს საშინელებაა, მეგობრებო, ეს არ დაიჯეროთ. არ დაიჯეროთ არც ერთი ადამიანი მაგი. არავინ არ გაჩვენებთ სამუშაო პროცესს. ეს არის წარმოუდგენელი. იმიტომ რომ ჩვენ მუშაობთ მასალებზე, ჩვენ რომ მასალები ვინმეს ვაჩვენოთ, ჩვენი გარემო ვინმეს ვაჩვენოთ, ეს წარმოუდგენელია, მეგობრებო, ხო? ჩვენ რითი ვმუშაობთ? ჩვენ ვმუშაობთ ლოცვებით და მასალებით.
თქვენ იმ 1500 და 1700 დოლარიდან თქვენ რასაც ჩემთან იხდით, ხო? ავიღოთ მაგალითად მიბმა 9 გრამიდან 11 გრამამდე მაინც სჭირდება მიბმას მასალა. ეს თანხარო სრულიად ჩემი იყოს, რასაც თქვენ იხდით ჩემთან, გინდაც ბარაკა, გინდაც მგლის კბილი, გინდაც რაიმე, ხო? ძალიან მოხარული ვიქნებოდი. ძალიან მოხარული ვიქნებოდი, ეს თანხარო სრულიად ჩემი იყოს, მაგრამ არა სამწუხაროდ. მინიმუმ თითოეულ რიტუალს სჭირდება მეგობრებო 7 გრამიდან და ზემოთ მასალა. თითოეული გრამი 100 დოლარიდან ზემოთ ღირს. გააჩნიათ თქვენ რას იკეთებთ. ხანდახან არის ხოლმე, როდესაც მძიმე რიტუალია 1 გრამი, 3 გრამი, 4 გრამი შეიძლება დააკლდეს მუშაობაზე. იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ესეთი რამე, როდესაც ნეკრომაგია აქ ადამიანს ან რაიმე აქვს, ისეთი ხდება. ამიტომ ისიც როგორ ადვილად მივუდგებით ამ საკითხს, არავის არ ეგონოს, რომ ვეღაცა დგება და სანთლისანთებით მაგიას აკეთებს. არა, ჩემო და აზიარებს სანთელს როგორ გითხრას, ჩააფერთხებს წყალში და მაგია მოიხსნება და ფიგურები გამოისახება. არა, მეგობრებო, ეს არის სრული სისულელე. ნეკრომაგიის მოხსნა, ბარაქის გაკეთება, ასე ვთქვათ, შელოცვა შეიძლება გაკეთდეს წყალში, ზოგადი, ინტერნეტში შელოცვა შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ შენ როდესაც ადამიანი იხდის ფულს და შენ მას უკეთებ, ეს მასალების გარეშე წარმოუდგენელია, მეგობრებო. ამიტომ როდესაც რაიმე რიტუალს გადაწყვეტავთ, რომ ან სიძლიერე მოგენიჭოთ, ან ბარაკა გქონდეთ, ან რაიმე გქონდეთ, ძალიან სერიოზულად მივუდგეთ ამას, იმიტომ რომ თქვენ ფულს იხდით თქვენს გავლენაში, თქვენს სისუფთავეში, ვინც არ უნდა იყოთ. რაც შეეხება მე მინდა სანამ ამ დღეებში მე კიდევ ერთ ძალიან ძლიერ ვიდეოს ჩაგიწერთ, სხვა სტილის ვიდეოს ჩაგიწერთ, მე მინდა ზოგადად დაფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ მალე გადის დრო. მამაკაცების გასაგებია, მაგრამ ქალების ახალგაზრდობა ძალიან მალე მიფრინავს. ვისთან ერთად ატარებთ დროს? ტოქსიურ ადამიანთან ერთად ატარებთ დროს თუ არა? რას აკეთებთ? ხართ თუ არა იმ საქმეში წარმატებული, რა საქმესაც თქვენ აკეთებთ? ხართ თუ არა თქვენი ნერვებით, თქვენი გარემოთი კმაყოფილი, რასაც თქვენ აკეთებთ? რა გჭირთ? ჯადო გაქვთ, რამე პრობლემა გაქვთ, თვალი გაქვთ, რა გაქვთ, ხო? უკაცრავად, მაგრამ ადამიანები სიკეთისკენ კი არ მიდიან. ეკლესიები, როდესაც გადატენილია ქრისტიანულ დღესასწაულებზე, არამედ ბოროტისაკენ მიდიან, რასაც მე ვუყურებ. პატარა თაობა კიდე უფრო ძალიან, ანუ მე ბევრი ადამიანი არის, რომ 20, 22 წლის, 23 წლის ადამიანი ძალიან მდიდარი მამაკაცის ცოლს უკეთებს სასიკვდილო ჯადოს, რომ მას ფული შეეხვდეს და ეს კაცი მისი საყვარელი იყოს. დღითი დღე ადამიანები ერთმანეთს ფეხს უდებენ, ამიტომ ეს ფაქტი, რომ თქვენ ვარდისფერ სათვალებში იცხოვთ, ვაიმე ჯადოს არავინ არ გამეკეთებს, სასაფლაოზე დაგიმარხავენ კი არა, მეგობრებო, სასწაული ხდება თქვენ ჩემთან. ერთი დღე რომ მოისმინოთ თქვენ რა ხდება და ხალხი ერთმანეთს რეებს უკეთებს, ტელეგრამზე საუბრობ ხოლმე ამაზე. შეიძლება პირი დაგრჩეთ დიდი ხანი მთელი დღე ღია და ვეღარ დაკეტოთ. ამიტომ ვიძახი ხოლმე მე, რომ დაცვა კი არა, ფარით უნდა იარო საქართველოში, მე ესე მგონია. ფარით. რა ჯაჭვს პერანგი უნდა ჩაიცვა. ამიტომ დაფიქრდით, ვინ გყავთ გარშემო? დაცვა გჭირდებათ თუ არა? დაცვის გარეშე თქვენ როს ანგელოზი იყოთ, ვერ იცხოვრებთ, მერწმუნეთ. მე ამას არ გეუბნებით ტყუილად. ჩემი ყველა სიტყვა არის მართალი და გამართლდება ხოლმე და ყოველთვის ბოლოში ადამიანები ამ სიტყვებს მერე იჯერებენ. იმიტომ რომ ყველაფერის ვიძახი ის ფაქტს, რაც არის. დაცვის გარეშე ვერ იცხოვრებთ, მაგრამ დაფიქრდით ქალბატონებს და მამაკაცებსაც მიუმართავ.
სად ცხოვრობთ, როგორ ცხოვრობთ, რა გიშლით ხელს, წარსული გიშლით თუ არა ხელს, რა გჭირდებათ წინსულისათვის. რისთვის მოიგონეს მაგია ადამიანებმა? ეხლა მოიგონეს, არა, ძალიან დიდი ხნის უკან მოიგონეს მაგია. ჯერ კიდევ, არ ვიცი, მე მგონი, არ ვიცი, ქრისტეშობამდეც, რომ იმაზე მეტი სიძლიერე მიენიჭებოდათ ადამიანებს, ეს იქნებოდა ბრძოლებში, სიყვარულში, პოტენციაში, ფულში, ადამიანების დარწმუნებაში თუ რამე, ნებისმიერ რამეში, ვიდრე მათ ეს ძალა ჰქონდათ. ამიტომ ვინც ამ საქმეს აკეთებს, ჩვენს ვიცით, ჩვენ რა შეგვიძლია. და კიდევ ერთხელ ვიძახი, ადამიანი, მე არავის შორაწყობას არ ვაყენებ, იცით თქვენ, არ არსებობს ესეთ რამე, მე ვინმეს რამე ცუდი ვუთხრა და ვინმეს რამე ცუდი თქვა. მაგრამ მე ხო ვიცი ბაზარზე რა ხდება მსოფლიოს გარშემო მასალების მიხედვით, ხო? ის ადამიანი, რომელიც გეტყვით თქვენ, რომ მე შენ 1000 ლარში საქმეს გაგიკეთებ, ეს არის ტყუილი. იმიტომ რომ სოფლიოს მიხედვით მნიშვნელობა არ აქვს თქვენ საქართველოში იმყოფებით, ამერიკაში იმყოფებით თუ სად იმყოფებით, მასალის ფასი იწყება 70-80 დოლარიდან და ადის ხარისხის მიხედვით მაღლა და უკაცრავად, მაგრამ თქვენ ამ მასალასაც ესე ადვილად ვერ იშოვით. მე ჩემს ასე ვთქვათ კლიენტებსაც ვუზიარებ ხოლმე, მე ვყიდულობდი მასალას, რომელსაც ჭირდებოდა ძალიან დიდი დრო, ვათენებდი 4 საათამდე, 5 საათამდე, ბევრი ჩემი კლიენტი და მე რწმუნება, რომ ზოგჯერ ღამის 4 საათი მე მიწერია, რომ აი ახლა დავასრულე თქვენზე მუშაობა. მაგრამ ძლივს მივწვდი იმ მასალას, რომელშიც უფრო მეტ ფული მქონდა, მინდოდა რომ უფრო მეტი ფული გადამეხადა, მაგრამ ვერ შოულობდი. არ არის ადვილი გახვიდე ისეთ კანალზე, რომელშიც მაგალითად მასალას, რომელსაც მაგალითად შეიძლება საათნახევარს მაგირად დაჭირდეს 1 საათი. მე კიდევაც ვიძახდი ჩემს მსმენელებს ვეუბნებოდ, რომ დავისვენე მეგობრებო, რაც ამ ახალ მასალებზე გადავედი, ფასები გაძვირდა კი ბატონო, მაგრამ რო ვიღებდი სიტყვაზე, ვაკეთებდი ღამეში ზოგჯერ 6 ადამიანს და 5 ადამიანს, ახლა შემიძლია უფრო მეტი ადამიანი გავაკეთო, ხო? ზოგჯერ გააჩნია, ზოგადად ვიძახი, ახლა 10 ადამიანს მართლა ვერ გავაკეთებ, ზოგადად, ხო? ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებო, მე ვიცი რაც ხდება, ამიტომ ვინმე რო გითხრა თქვენ მე 1000 ლარად მოგიგვარებთ ყველაფერს, ვერ მოგიგვარებთ კი არ მოგიგვარებ, იმიტომ რომ ჯერ მასალას ვერ იყიდი და როგორ უნდა გააკეთო შენ საქმე. გამორიცხულია. თქვენ იცით რომ მე თქვენთან ყოველთვის გულწრფელი ვარ. მე ყოველთვის ვიძახი რომ მე არ მახასიათებს ეს ანგელოზური რა, ანგელოზი არ ვარ. ყველას მოვუწოდებ რომ მე მიყვარს კარგი ცხოვრება, ყველას მოვუწოდებ ასევე კარგი ცხოვრებისაკენ. ყველას მინდა რომ ძალიან ბევრი რიტუალები გავუკეთო ისეთი რომ ფინანსურად წინ წავწიო. ყოველთვის ყველას მაგას მოვუწოდებ და ის ადამიანები რომლებიც თავს იკავებენ ხოლმე ზოგადად ფინანსებზე ან რაიმეზე მიდიან სხვებთან და ბოლოს მაინც მოდიან ჩემთან. ამიტომ მეგობრებო, საქმე ადვილად არ კეთდება, საქმე იაფად არ კეთდება, რომ იცოდეთ. ჩემთან რიტუალებზე ფასები იწყება 1500 დოლარიდან და ზევით. მხოლოდ სამაჯურების ფასია განსხვავებული, ხო? მაქვს მე სამაჯურები, რომლებიც 950 დოლარი, ამულეტები 1500 დოლარი და ასე შემდეგ. ამიტომ მეგობრებო, თქვენს კარგად ყოფნაში ფული არასოდეს არ უნდა დაგენანოთ და ძალიან მინდა რომ დაფიქრდეთ. როგორ ცხოვრობთ? ვისთან ცხოვრობთ? რატომ ცხოვრობთ? რას გაძლევთ ეს ადამიანი? რა ნერვებს ხარჯავთ ზოგადად? რომ მიდის დრო, რა შექმენით, რა ბიზნესი შექმენით, რა საქმე გააკეთეთ, რა ხელსაქმე ისწავლეთ, რა გააკეთეთ საერთოდ და რა გაქვთ მიზანი და დაფიქრდით საერთოდ. ატარებთ კი თქვენ ცხოვრებას კარგად? აი ამაზე მინდა რომ დაფიქრდით, იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის ღირსი იმისა, რომ ის ცხოვრობს ღირსეული ცხოვრებით. თავარია ეს ადამიანმა მოინდომოს
გადაწყვიტოს, დაიხმაროს სხვადასხვა ძალები, იმიტომ რომ როგორც არ უნდა წახვიდეთ მეგობრებო, მაგის გარეშე ბოლოს ვერ გახვალთ. ეს გამორიცხულია. ვერავინ მეგობრებო, ვერავინ. ამიტომ პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით. ჩაწერებს რაც შეეხება დღის მონაცემებით 5 მაისამდე მე შევსებული მაქვს ადგილები მეგობრებო, თუ 7 მაისამდე აღარ მახსოვს კომპიუტერში ჩავიხედავ მერე. ჩემთვის შეგიძლიათ იცით თქვენ ჩემთან კონსულტაცია ღირს $100. შეგიძლიათ დაარიცხოთ თანხა და დაელოდოთ 10-15 ესე ვთქვათ მაის პრობლემა არ არის. ან ისარგებლოთ ჩქარი მიღებით იმავე დღეს ან მეორე დღეს, რომელიც ღირს ჩემთან $150. დანარჩენი ინფორმაცია მე მგონი დროის მიხედვით რომ მე არ უნდა დამირეკოთ, იმიტომ რომ ვერ გიპასუხებთ. ქვითრის ჩაგდების გარეშე თითქმის ვერ პასუხობ ადამიანებს, იმიტომ რომ რა გითხრათ, კონსულტაციის გარეშე სათქმელიც არაფერი არ აქვს ერთმანეთთან, ამიტომ დრო დავკარგოთ ან მე ან იმ ადამიანმა არის წარმოუდგენელი. დანარჩენი რა ვიცი მეგობრებო, ისეთი დრო დაგვიდგა და ისეთებს ვისმენ გარშემო, რომ მშვიდობას, წარმატებას და ბედნიერებას გისურვებთ. დაიცავით თავი.